აზერბაიჯანული ხანგალი, სომხური ღაფამა, ოსური ჭახრაკინა და ქართული კერძები მათი სადღესასწაულო სუფრა სავსეა ტრადიციებით. მოკლედ, კულინარიული საქმიანობის გარდა ამზადებენ საახალწლო დეკორაციებს და რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ მათგანს ჯერა რომ ჯადოსნური დღე სასწაულს მოახდენს, სურვილები კი რეალობად იქცევა. როგორ აღნიშნავენ კაზრეთის დღის ცენტრის ხანდაზმულები 31 დეკემბრის ღამეს, ახლა ვნახავთ ნინუცა როსტიაშვილის და ზაზა ძიგოშვილის მომზადებულ სიუჟეტში. აბა, ავიღეთ გეზი. წავედით. მე უკვე 88 წლის ქალი ვარ. ყოველთვის გამიტარები ახალი წელი. მიყვარს კბილა დაბერება, გახარება და სულ ყველა მრავალ დაგასწროთ ღმერთმა, სულ გახარებული და გამრავლებული მეყოლეთ გენაცვალე. 88 წლის გულჩინა ისაკაძე კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე უხუცესი ბენეფიციარია. ახალ წელს და 12 საათის დადგომას აქ ყველა ისევ ისელოდება როგორც ბავშვობაში. ტრადიციულად ნაძვის ხის წინ ოცნებებს ჩაუთქვამენ. თითოეულ მათგანს ჯერა რომ ჯადოსნური დღე სასწაულს მოახდენს და მათი სურვილები რეალობად იქცევა. იქამდე კი ყველა განსაკუთრებულად ემზადება. რა კარგია ჩურჩხელა, რა კარგია თათარა, მამიკოსაც უყვარდა, როცა იყო პატარა. ქალბატონები სამზარეულოში ფუსფუსებენ. ამ დღეს ყველა იმას აკეთებს, რაც საუკეთესოდ გამოსდით. ავლებენ ჩურჩხელებს და ამზადებენ გოზინახს. ახალ წელს ჩვენ დღის ცენტრში ყოველთვის ხვდებით განსაკუთრებით. დღეს მოვამზადებ გოზინახს კარგი თაფლით, ვასხავთ თაფლს, დგავთ ცეცხლზე, მოურევთ, მოფუშფუშდეს, დაველოდოთ ადუღებას. ნიგოს ვხალავთ ჯერ, შემდეგ ვყრით დაფაზე, გაცივდება, დაფაზე დავყრით და გადავატარებთ უხლავს. ყოველთვის ვამატებ ან შაქარს, ან პუდრას. ეხლა ამჟამად ვამატებ პუდრას. ვფიქრობ, ასეთი უფრო გემრიელია და რბილი. ეს არის ჩემი რეცეპტი. Kuekomavatar qade karonmao, oi ma qade karonmao. დღის ცენტრში ერთად თავს სხვადასხვა ეროვნების ადამიანი იყრის, ამიტომაც მათი სადღესასწაულო სუფრაც მრავალფეროვანია. მე როგორც ოსი ქალბატონი, საახალწლოდ ვამზადებ ჭახლაკებს. ჭახლის ფოთოლი, ყველი და სხვადასხვა სუნელები. და თუ გინდათ, მე ხლა ოსურადაც რო წაგიმღეროთ რა იქნება. Qad balas tavnakum ho. Oi mav tavnakum ho. Pencereden taş gelir, ay beri bak, beri bak. Kumar gözden yaş gelir, ay beri bak, ay beri bak, beri. საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია აზერბაიჯანული ხანგალის გარეშეც. ის ზაქირ ბინატოვს დღის ცენტრისთვის ყოველთვის ოჯახიდან მოაქვს. აქვე მზადდება სომხური ვაზის ფოთლის ტოლმაც. დღის ცენტრში ახალი წელი ძალიან გუხვარს. ყველა ჩვენს ტრადიციული კერძს ვაკეთებს და მე გემრიელად სუფრას შლივ და ვერთობით. ვაზის ფოთლის ტოლმის გარდა ქანა დილბარიანი ტრადიციულ სომხურ კერძს ღაფამასაც ამზადებს. ამ გოგრაში შიგნით ბევრი რამეა. ორნაირი ქიშმიშია. ნიგოზიც არის შიგნით, ნუშიც, სტაფილოც, თაფლი და შაქარი და ძალიან გემრიელი კერძი გამოდის. კულინარიასთან ერთად ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარები საახალწლო დეკორაციებზეც ზრუნავენ. დღის ცენტრში ყველა ვიმზადებით ახალ წლისთვის. მე ვამზადებ ხელნაკეთ ნივთებს. ნატალია ოქროპერიძე ამჯერად ხის ნაძვის დეკორაციას ამზადებს. კიბე ჩამოვკიდოთ კედელზე. მერე თოვლის პაპა თითქოს ამოდის კიბებზე. ახალ წელს მოუხდება ეს დეკორაცია. მისი მეგობარი მარიამ მაკიევა კი საახალწლო ჩაცმულობისთვის სამკაულებს ქმნის. ფიქრობ, რომ საახალწლო ჩაცმულობისთვის ძალიან ლამაზი იქნება ეს ჩვენი მძივები. ძალიან რთულია.
ჯერ უნდა ზომები აიღო, მერე დააჭრა, დაახვიო და ბოლოს უნდა გაალაკო და შემდეგ ლამაზად ფერების მიხედვით დაასხა და გამოგვიძა ესეთი მძიმები. კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრში ამაღლებული განწყობა ყოველდღიურია, თუმცა ახალი წლის მოლოდინი ამ ყველაფერს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ზოგი მღერის, შემოხვადა გადახტება ბევრი თბილი გული. ზოგი ცეკვავს, რაც მთავარია, თითოეული მათგანი დახუნძლულია სასიამოვნო და თბილი ემოციებით.